გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღეს გადავიღებ ვიდეოს, რისი გადაღებას კაიხანია მინდა უკვე და შევადარებ GitHub-ს და კურსორს, GitHub Copilot-ს და Cursor AI-ს რა. მომამზადე ხა პატარა პრომპტი, პატარა აპლიკაციის იდეა, რომელიც იქნება mini my autos სტილის რა, იუზერებს შეიძლება დარეგისტრირება, მანქანის გასაყიდად დადება, ასევე მანქანის ყიდვა, ну, რეალური გადახდა რა თქმა უნდა არ იქნება, უბრალოდ შეძლებათ რომ ორდერი დადონ რა. და ასევე იქნება ადმინის პანელიც, სადაც ადმინი შევადა ნახავს დარეგისტრირებულ იუზერებს, დადებულ მანქანებს გასაყიდად და ასევე დადებულ ორდერებს რა. და მოკლედ ორი ფოლდერი მაქვს რა, კურსორის ფოლდერი და კოპილოტის ფოლდერი და ასევე გახსნილი მაქვს აქეთ Visual Studio Code და აქეთ Cursor AI. და მინდა რომ ერთ და იგივე პრომპტი ახლა მივცე ორივეს. და ორივე არის უფასო ვერსია. GitHub Copilot-ში ვიყენებ საუკეთესო მოდელს, რაც არის ხელმისაწვდომი ეგ არის GPT-5 mini. და Cursor AI-ში უფასო ვერსიაში არჩევის უფლება გაქვს თუ არ გაქვს. GPT-5. კაი, რაღაც თანაბარი ძალის მოდელები მინდა რომ იყოს და მოდი 4O იყოს ორივეგან. ხო, ეგრე იქნება ყველაზე სამართლიანი რა. Copilot-ში 4O მაქვს და Cursor-შიც მაქვს 4O. მივცემ ახლა მე ამათ prompts და დაიწყონ კეთება მოკლედ ამ აპლიკაციის რა და ვნახოთ შედეგი რა იქნება. Free users can only use GPT-4 და 1 or auto as კაი, მოდი ავტოზე დავაყენოთ ეს და ეგრე გააკეთოს. ავტოზე სავარაუდოდ შეიძლება Claude 4 ერჩიოს და ეგ დიდი უპირატესობა იქნება. მოდი ChatGPT-5 მაინც ავირჩიოთ აქეთ. აი, აქედაც ChatGPT-5 რო ავირჩიოთ. წავიდა. ხო, მოკლედ როგორც ჩანს free account-ზე მხოლოდ მარტო ავტოს დაყენება შეიძლება რა. ან თვითონ არჩევს მოდელს. ეს რა შვება. როგორ, ანუ კოპილოტი მეკითხება როგორ გინდა დავიწყო. Decide by yourself. I trust you. ვიტყვი. კაი, გავოდით ახლა ისინი და თან ვნახოთ რა ხდება. კურსორმა რაღაცების კეთება დაიწყო. კოპილოტმაც დაიწყო თუ რა ვიცი, ფიქრობს. .NET აქ თითქოს მორჩა ეს კომანდი, მაგრამ მაინც ტრიალებს რატომღაც. არ ვიცი, ენტერს დავარტყამ პროსტა. ნუ რას აკეთებს, ან ეგრეთ ცალ-ცალკე რა დაგვქნის. .NET new MVC ან რამე ეგეთი არ შეიძლებოდა?
ანუ ვერ გავიგე ეგრე ესე რატო შექმნა პროექტი. შეიძლება უბრალოდ .NET new web project-თან რაღაცა შეიქმნა. ეს რა ხდება? ესენი რა არის? ოკეი, ანუ ჯერჯერობით რასაც უყურებ კოპილოტს გეიქცა, короче. აი ესენი არ ვიცი, მე დავწერე თუ თვითონ დაწერა. აი წავუშალოთ. ანუ კურსორი აშკარად უფრო კარგად მიდის ჯერჯერობით. ესენი რა არის? ხო არ გადაუხარ. ხო, მიხვდა რომ რაღაცა ენი მაქო კომენტარის წინო დაწერილი. ბიჭო, რა ხდება? რა ვქნათ შემდეგიო? შემდეგი რა ვქნათ და ხო, wire identity pages და უთხრათ რომ scaffold them. ანუ რეგისტრაცია და ლოგინის page-ებს გააკეთებს ახლა ჩაშენებული რაც არის .NET-ში identity სერვისით რა. ხო, ანუ ეს რაღაც პონჩი კაია ხოლმე რა, რომ ჩერდება და გეკითხება რაღაცეებს. მაგრამ არ არის ხა საჭირო ამდენი რაღაცეების შეკითხვა რა, ანუ კურსორი იმენა მიდის და წერს რაღაცებს, არ ვიცი ხა მე რამე სეტინგი არ მახსოვს რომ დამეყენებიოს რა. იმენა მიდის და არ ჩერდება, წერს კოდს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაი არის, მაგრამ ისე ცოტა კონტროლი რო გაქვს პროცესზე, ეგეც ასწორებს.
Register login are enough. Continue with application. Ну რაღაცა სხვა page-ების scaffold-იც ხო არ გინდაო რა, იქ password-ის აღდგენა, two-factor-ის დაყენება და რაღაცები აქვს რა, კიდე identity და მეთქი არა, register login-ი საკმარისია და გააგრძელი აპლიკაციაზე მუშაობა. კურსორი მე არ მეკითხება არაფერს. ახლა ხდება. ხო ხანდახან ანუ შემორტყმა ჭირდება ხოლმე რა კურსორს. ანუ რაღაც loading-ი მიდის უაზროთ რა და enter-ს რო დააჭერ, просто მე აგრძელებს პროცესს. ჭესი მენა აჩოტებს მობარებს ყველა იმაზე, ყველა change-ზე. ეს ეხა მთავაზობს ისეთ რაღაცებს, რაც ჩემს თავდაპირველ პრომპტში არ ყოფილა. Server side validations და რაღაც ესენი არ მაინტერესებს ეხა დიდად რა. ან admin-ს რო შეეძლოს მანქანის მონიშნა გაყიდულად თან რაღაცად. მოდი გავუშვათ უბრალოდ აპლიკაცია და ვნახოთ რა ეტაპზეა გაკეთებული. .NET run. Is base application finished? ვიტყვით მაშინ okay, run the application. კურსორს კიდე უნდა ცოტა გამოფხიზლება მგონი. ეხლა უნდა წაიკითხოს error-ი წესით აქედან, რაც ტერმინალში არის და უნდა დაფიქსოს მაგის მიხედვით. და error-ია вообще. საუბრობთ მიგრაცია რო არ აქვს გაკეთებული, მაგის უნდა იყოს. დაამატა ავტომატური მიგრაცია. რო გაშვებისას ავტომატურად გაიშვას მიგრაცია.
კიდე რაღაც ერორია. შეიძლება იმიტომ რომ car marketplace DB უკვე არსებობს, იმიტომ რომ რაღაცებს ჩალიჩობდი და. კაი, მოდი უთხრათ rename database name. It might already exist. კაი, მანქანები, აქ გასაყიდი მანქანები, მანქანის გაყიდვა შემიძლია, ოღონდ რო გავყიდო მანქანა, უნდა დავრეგისტრირდე, ხო? კაი. რა ხდება? Register login does not work. Won't work. When I submit form, it just refreshes. კაი, ამასაც იგივეს ვეტყვი, რომ change database name because it might already exist and run application again. Return URL field is invalid. This is a suleli error.
getting this error when registering. Also run application on 50-51 port. იმიტომ რომ 50-50-ზე კოპილოტის აპლიკაცია იშვება და კაი, გავაკეთე, გავუშვათ. მიგრაციების გაშვება დავიწყდა მე მგონი. კაი, ვცადოთ კიდე ერთხელ დარეგისტრირება. ბარემ master's photo იყოს. Cars. კაი, admin-ის კრედიშინალები რა არის? მკითხავ. You are absolutely right. აი, ლოგაუთი არ მუშაობს.
არ მუშაობს კიდე ლოგაუთი, просто მირეფრეშებს გვერდს. ხო, ცოტა ტანჯოა ესე რა. არ გამოდის ესე ერთ პრომპტში რაღაცეების გაკეთება ცოტა რთული თუ არის. გავუშვით როგორც იქნა კურსორის გაკეთებული. კაი, კოპილოტში რა ხდება? ანუ კურსორმა რა მოხდა პროსტა ნახეთ. კაი, გავუშვათ, აბა კოპილოტმა რაკნა. ლოგაუთი მე არ მუშაობს. მე რო ვიყავი დალოგინებული, ჩემის დადებული არ მიჩანდა. დამაგიტო? ანუ მე როცა ვლოგინდები, ჩემი დადებული მანქანა არ მიჩანს გასაყიდად, მაგრამ თუ დავლოგაუთები, ну აქ ეს ლოგაუთი რატო ვერ გააკეთა, არ ვიცი რა, ქუქის ვშლი, ვარეფრეშებ გვერდს და მერე ჩანს. კაი, ხა ადმინის მითვცადოთ დალოგინება, სადღაც მომწერა. აი ეს და ეს. ეხა ვართ ადმინით. და მიჩვენებს პროსტა ყველა მანქანას. ხო, მოკლედ ეხა ამას შედარებით ნაგავია სრული. მოდი სიმართლეს გავუმორჯოს რა. ანუ ეს არის კოპილოტი მარჯვენა და მარცხენა არის კურსორი. კოპილოტს აღარც განვიხილავ, ანუ უფასო ვერსიაში ცალსახად კურსორი ჯობია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ ნახე პროსტა. ნახე პროსტა კურსორმა რა მოხდა ნახე. ანუ ჩემი აზრით ეხა ეს იმიტომ მოხდა, რომ GPT-5 ძალიან ცუდია კოდირებაში, კოდის წერაში. და სავარაუდოდ კურსორს რო აქ აუტო უწერია, ალბათ კლოდ 4-ს ან რაღაცა ეგეც იყენებს რა, ან შეიძლება ცვლის ხოლმე ხან იმას, მაგრამ ნუ ძალიან დიდი სხვაობაა რა. მოდი ფუნქციონალიც გავტესტოთ ეხლა უცებ.
აუ არა რა შედარებაა, პროსტა აი აუ არა არა ვაფშე ძალიან დიდი სხვაობა. ძალიან დიდი სხვაობა. admin credentialები ხა admin-ი ცადოს ბარემ და you cannot buy your own car. აუ რა სიძახი. Give me admin credentials. ანუ вообще ვნახავ აქ admin და პაროლი რა არის? admin 1 2 3 სახელის ნიშანი. აი არ ვიცი, სასწაულია პროსტა. უფასო თან, უფასო კურსორ AI. ან დადებული მანქანები, ნახვა შეგიძლია. იუზერები დარეგისტრირებული, ეს თვითონ ეს admin და ეს მე წეღა რომ დავრეგისტრირდი. Unverified details. ოინე. ხო მოკლედ დასკვნა არის ცალსახარო. უფასო ვერსიებში ყოველ შემთხვევაში კურსორ AI დგას ძალიან მაღლა. და გირჩევთ ყველას რომ გამოიყენოთ კურსორ AI კოპილოტს განევეთ თავი. ეგ არის დასკვნა აქედან. სრული სიგიჟეა რა, ფაქტურად საიტი გვაქვს. სადაც შეგვიძლია დავდოთ მანქანები თავისი admin-ის ლოგინით. ოკეი, მოკლედ ამის ჩვენება მინდოდა რა. სულ ეგ იყო. მადლობა.